და ამ გაზრდილი უფლებამოსილების ფონზე საინტერესო რა პასუხისმგებლობას აკისრებს ქალაქის ახალ მერს ხალხი საზოგადოების აზრი ახალ ამბებში. კონკრეტულად რა პრობლემაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ბათუმის ახლად არჩეულმა მერმა? ვფიქრობ, პირველ რიგში სპორტს უნდა მიხედოს და პირველ რიგში სტადიონის გაკეთებას, რაც ბათუმს და აჭარას აკლია. პრობლემა უნდა განიხილოს და ხალხი ქუჩაში ამშიერია. უნდა დააკმაყოფილოს ხალხი და უნდა მისცეს რომ ხალხმა იმუშაოს. ქუჩაში არიან ხალხი, ცოდვა არ არიან ამდენი ხალხი? დასაქმება პირველ რიგში ახალგაზრდების. ზღვის პირზე არის დასამყარებელი სისუფთავე პირველ რიგში. რა პრობლემას მიხედავს? რას მიხედოს და ქუჩებში ურნები არა. 40 წელს გადაცილება 55 წელს ხალხს სამუშაოზე არ ღებულობენ პენსიას 65 წლამდე რა ქნა სამხალხმა ეს ვერ გამიგია მე. იყოს სამუშაო დასაქმდეს ყველა. მე შემიძლია ვიმუშაებო, ოღონდ იყოს სამუშაო. ხალხის დასაქმებაზე. იმიტომ ყველას ოჯახები ყავს, ყველას უნდა რომ საარსებო მინიმუმი რაღაც მიიტანოს ოჯახში და ეს არის პირველი პრობლემა ყველა ადამიანის. ხალხი არის უმუშევარი, მშიერი. ძირითადად ქუჩების მოწესრიგება ქალაქისათვის არის აუცილებელი. ალბათ უნდა მიხედოს ახალობას რა ძალიან არეულობაა. შით ახანე შიხში ძალიან დიდი პრობლემები აქვს ხალხს, წყალის პრობლემები რა თქმა უნდა და გზა. ქალაქის კეთილმოწყობას ალბათ პირველ რიგში გადატვირთული გზები. გამწვანებაზე, ეზოებზე, ლიფტებია შესაკეთები, სადარბაზოები. მუშავრობა ქალაქში უფრო მეტად ეს არის დიდი პრობლემა. მუშავრობა ამავეა და ცოტა უჭირს ხალხს, ნამდვილად უჭირს. ქალაქის გაჭირებას უნდა მიხედოს და ხალხს უნდა მიხედოს. მათი დანაპირები რაც იყო ქართული ოცნების სამართლიანობის აღდგენას.